გამარჯობა მოგესალმებით პანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ ტევ პირველზე. სალამონოლოგს დავიწყებ, მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ჩვენი გუნდის წევრ რონისეც ხადაძეს და მასთან ერთად სინდისის ყველა პატიმარს თავისუფლებას ვუსურვებ ყველას. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. ვიწყებ მონოლოგს ცენტრალური თემებით, ბევრი თემები გვაქვს ამ კვირაში, მაგრამ დავიწყოთ ცოტა ისეთი სუბუქად. 2 დღის წინ 6 მაისი გიორგობა იყო ყველას გილოცავთ მოგვიანებით, ასევე 6 მაისს 22 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში ასლანი აჭარიდან გაუშვა. გამოვიდნენ პოლიტიკოსები და მოგვილოცეს 22 წლის იუბილე, ძვირფასო მეგობრებო. მოკლედ რომ ვაკვირდები, ეს ჩვენი ოპოზიცია ფეხბურთის გულშემატკივარივით არიან. ფეხბურთში წარმატება რომ არ ჰქონდა წლების მანძილზე 1991 წლის თასების ფლობელთა თასის მოგებას რომ ვზეიმობთ და იხსენებენ მომენტებს და ასე შემდეგ. ისე არიან ესენიც. გამარჯობა არაფერი გვაქვს და დღემდე ძველ გამარჯვებებს ვიხსენებთ და ვზეიმობთ. გადავიდეთ. რამდენიმე დღის წინ სომხეთში ერევანში გაიმართა ევროპელ ლიდერთა სამიტი, აი ადრე საქართველოში რომ იმართებოდა ხოლმე მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები, სწორედ ეგეთი გაიმართა ერევანში. საქართველოს სახელით სამიტზე იმყოფებოდა ირაკლი კობახიძე, სადაც მან ხელი ჩამოართვა ევროპელ ლიდერებს. და პირველად შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის. და მასაც ხელი ჩამოართვა. ეხლა მე ვუყურებდი ამას, აი ამ კადრებს და ზელენსკიმ რომ ჩამოართვა ხელი, ხო ესე, ხელი თავისკენ წამოწია ზელენსკიმ. ანუ ომში გვითვრებდა, ხვდებით რა შეესაქმე. კობახიძის და ზელენსკის შეხვედრის ფაქტი საოცრად ახსნა ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. ნახოთ მისი განცხადება. პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი. მოუწია ზელენსკის, გესმით? იმიტომ რომ ჩვენს იქეთ ხო ხსნა არ არის. მაგიტომ მოუწია. და იძულებული იყო ზელენსკი კობახიძესთან მისულიყო. თან ერთ მომენტში ზელენსკი დაჩოქებას აპირებდა, მაგრამ კობახიძემ წამოაყენა, არ არის საჭირო. თქვენ ის არიცით ხალხო, მაკრონი რომ კობახიძე გამოიყვანა, გვერდით რომ გაიყვანა და ბოდიშები რომ უხადა. მაპატიე ირაკლი, რაც მე თქვენთვის მაგაკეთებული, უღრმესი მადლობა. ირაკლი კობახიძე მიდით რა უთხრა? ემანუელ წადი რა კრუასანი ჭამეო რა. მე დავით ამალებოდი წადიო და აი ესე მოიშორა და გაუშვი. აი ესე იყო მართლა, რაც არის ხლა სიმართლე მას ვერ გავექცევით. ამ ზელენსკისაც აბა რა ეგონა. შეხვედრის ფოტოსაც თუ დააკვირდით, ხო, როგორი იდგა ამხელა 2 მეტრიანი ზელენსკი კობახიძის წინ. აი ასე იდგა მოკაკული, დაპატარავებული იყო კაცი. დაპატარავებული. ამხელა ახმახი 2 მეტრიანი ზელენსკი კაცი როგორ დაჩიავდა ერთ წამში ირაკლის თვალწინ. აბა ესეთი წარმატებული ვიზიტი ქონდა ირაკლის. ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა კითხეს იმ განცხადებების შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტზე გაგიკეთებიათ, როგორ იყო თქვენი შეხვედრაო და ამაზე ირაკლი კობახიძემ ძალიან მარტივი პასუხი გასცა, ნახოთ მისი კომენტარი. ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებიაო. ზელენსკიო ნეგატიურ კონტექსტში. ხო მართალიც არის ახლა. ვერ გაამტყურებ ირაკლის, მართალია. არა აქვს უარყოფითი ნათქვამი ზელენსკიზე საერთოდ არაფერი. აი ახლა ვიხსენებ ხალხო. და ზელენსკი ჯამბაზიო მე ვთქვი ზუსტად მახსოვს. აი მე ვთქვი, ამას არ უთქვამს. ზელენსკი კლოუნის მე ვთქვი. ზელენსკი მასხარაც მე ვთქვი. რა ვიცი, სხვათა შორის საარჩევნო ბანერებზე სისხლიანი ზელენსკი და დანგრეული უკრაინის ფოტოებიც მე გამოვფინე. ზუსტად მახსოვს, ზუსტად.
იმიტომ აი ჩემ თვალწინ მიდგას ხარ ირაკლი კობახიძე რაშუაშია. ამიტომ ზელენსკის ბოდიში მინდა მოუხადო რომ ამდენი სიბინძურე მაქვს მასზე ნათქვამი. ღმერთო ეს რამდენი სისაზაკლე მაქვს მართლა ჩადენილი და თურმე ჩვენი მეგობარი ქვეყანა ყოფილა უკრაინა. რა ვიცოდი არ უნდა მითხრას ვინმე. არ უნდა მითხრას. სხვადასხვა კობახიძე ესეც თქვა რომ ჩვენი მეგობარი ქვეყანაა უკრაინაო ესეც თქვა. სამიტის შემდეგ ყველას გაგვიჩნდა შეგრძნება რომ რეგიონში ერთ დროს საქართველოს ფუნქცია და დატვირთვა თავის თავზე აიღო სომხეთმა. ამ თემაზე ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ძალიან საინტერესო ვნახოთ მაკას ეს განცხადება. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ევროპული ბიუროკრატიიდან ჩემთან საუბარში თქვა ახლა თქვენ ჩაგანაცვლებთ სომხეთით და ნახავთ როგორი ამბავი იქნებაო. აი ასე აურია გონება ქოცებს პროპაგანდამ და არიან აჭრილები ძვირფასო მეგობრებო. რატომ? ახლავე აგიხსნით. ევროპელებზე ხომ 1000 სისულელეს იგონებენ და იყენებენ მათივე გასაშავებლად. პროპაგანდის რეცეპტი ასეთია. რეალურ ამბავს უმატებ ისეთ დეზინფორმაციას, რომელიც შენ გაწყობს და მიუგდებ ხალხს საჯიჯგნად. ეს არის პროპაგანდის ფორმულა. მაგალითად, უნგრეთში მადიარის გამარჯვების შემდეგ იხსნება გეი პროპაგანდისტული ტელევიზია. პირველი ნაწილი მართალია, იმიტომ რომ მოხდა რომ არჩევნებში გაიმარჯვა მადიარმა, მეორე ნაწილი უკვე პროპაგანდამ მიამატა. და მიუგდეთ ხალხს საჯიჯგნად. ამ შემთხვევაში მაკა ბოჭორიშვილს დაავიწყდა მეორე ნაწილის მიმატება. მიხვდით? ანუ მართლა უთხრა ვიღაცამ ჩაგანაცვლეთ სომხეთითო თუ უღალატეთ დასავლურ კურსო და შეასრულა კიდე. ხოდა მაკა ბოჭორიშვილს გონია რომ ევროპის დამაკნინებელი განცხადება გააკეთა. თქვენ მოისმინეთ ნაწყვეტი ლექციების კურსი და როგორ გავარჩიოთ ქოცური პროპაგანდა და რეალობა. ქოუჩი ვანო ჯაბახიშვილი. ესეთი ლექციებიც იქნება პერიოდულად. ქალბატონო მაკა არაუშავს მე თქვენს ადგილას საერთოდ არ ვინერვიულებდი. საერთოდ თქვენს ადგილას საერთოდ პირიქით კარგია რომ სომხეთში ხდება ეს ყველაფერი და ჩვენთან არა სამაგიეროდ ევროკავშირის მოლოდინით ქართველ კაცებში წარმოქმნილი გეი ნაპერწკალი სამუდამოდ ჩაკრება და გადავრჩებით. ესე იგი საქართველოს რო ვერაფერი უკრა ამ ევროპამ ახო ესე იგი საქართველოს ხო ეხლა სომხეთს კი გადავიდნენ გაიგე ზოგადად რაღაცა ასე ფიქრობ რომ ამ ევროპას ხო რაღაცა კავკასიელ კაცებზე აქვს გართულება კავკასიელები უნდათ მიხვდი ხო და ამაყი და კდევამოსილი ქართველი მამაკაცებისგან მართლა რომ ვერაფერი ვერ მიიღეს საკუთარი ჟინის დაკმაყოფილების სურვილი ეხლა უკვე სომხეთში გადაინაცვლეს ანუ ეს კავკასიელებზე ნადირობენ კავკასიელებზე ჩვენი გათხოვება ჩვენ თუ ვერ გაგვათხოვეს სომხებს გაათხოვეს სომხეთს საჯიშეკ სომხებს გაათხოვებენ ესე არის მოდებულებია იმიტომ რომ იციან რომ ნებიანი კაცები გყავს კავკასიელებს დიახ ესია ეს არის სიმართლე გახსოვთ ალბათ რამდენიმე დღის წინ გაერთიანებული ოპოზიციის ალიანსმა რომ გააკეთა განცხადება რომ მალე ვიწყებთო რეგიონებში სიარულსო და მოსახლეობასთან შეხვედრასო უნდა დავიწყოთ კამპანია კარდაკარიო. ოპოზიციის ამ განცხადებას გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი. ნახოთ მისი განცხადება. დაანონსეს კარდაკარი, გამოუვიდათ სკამ და სკამი. ედავთ როგორი იუმორი შემოგთავაზა შალვა პაპუაშვილმა. ნახეთ აი კარდაკარი გამოვიდა სკამ და სკამი გამოუვიდათ. ნახე კიდე რა შეიძლება ახლა უყურე ეს ოპოზიცია ერთმანეთს ებუტებიან და ბატებივი დადიან. გაიგე? და გამოუვიდათ ბატი-ბუტი. ბატი-ბუტი, ბატები და ბუტები. ანუ მიხვდი რა, ანუ ბატები ებუტებიან რა, ვიცი, ჩაინიშნე. შალვა, ძალიან კარგია ესეც. შალვა პაპუაშვილის ამ განცხადების მერე ყოველთვის მეგონა ადრე რომ გაზეთებში კაიფორდებს იბეჭდებოდა ხოლმე პაპუაშვილი ადგენდა აი ამ კაიფორდებს. ასეთი შეგრძნება დამეუფლა. ახლა სკამ და სკამიო, ადრეო კაია კალასი, ცუდია კალასი, ხო გახსოვთ ესეთი აი იუმორშიც მიშვებული ყავს ესენი ბიზნეს. კიდე კარგი ივანიშვილს კარგი იუმორის გზნობა არ აქვს, თორემ აქამდე ამათ დაიჭერდა მთლიანად ყველას ხალხის ფსიქიკის დაზიანებისთვის. წესით, იმიტომ რომ ნერვები გამორიცხულია ესეთ ხუმრობაზე ნერვები არ მოგეშალოს ადამიანს.
თუ კარგი იუმორის გრძნობა აქვს ადამიანს. მოკლედ ამ ბოლო დღეებში დავადგინეთ, რომ მსოფლიოში ყველაზე დაბალი ფასები და იუმორის დონე აქვს ქოცებს, ძვირფასო მეგობრებო. გადავიდეთ მუდამ აქტუალურ თემაზე, რომელიც სტაბილურად მძიმეა. ფასები საქართველოში. ფასები. ძალიან გაძვირებულია ყველაფერი, ძვირფასო მეგობრებო. აი ძალიან. გუშინ მაგალითად სტუმარი მყავდა და კიტრი დაუკალი. აბდექი და კიტრი დაუკალი. ხო, კიტრი, ჩვეულებრივი, აბა ისეთი ფასია კიტრს, რომ გავთალე და კი არ დავჭერი, პირდაპირ აბდექი და დაუკალი. კიტრი დაუკალი სტუმარს, იმიტომ რა ვიცი, 17 ლარი ღირდა და კიტრი იმ დღეს შეფუთული 1 კილო. მიუხედავად ასეთი ფასებისა, ირაკლი ყობახიძე გვამშვიდებს, რომ და გვეუბნება, რომ საფრანგეთში 50% ძვირია პროდუქტიო, ვიდრე საქართველოშიო. აი ეს რომ თქვა და დიდი ღომში მარკეტში ვიყიდე ეს გაძვირებული პროდუქტი, სალაროსთან უცებ წარმოვიდგინე, რომ საფრანგეთში ხო ამაზე ძვირია 50% თქო პროდუქტი თქო, ესე წარმოვიდგინე და ისე მომეშვა. აი ისე მომეშვა, რომ მეტი რო არ შეიძლება რა. უბრალოდ პარკის ფული აღარ მქონდა და ამ დამშვიდებულმა ხელით ავზიდე ეს პროდუქტები სახში, თორე სულიერად მართლა დამაწყნარა, სულიერად დამაწყნარა, დიახ. მე მინდა ბოდიში მოვიხადო, ძვირფასო მეგობრებო, წინა გადაცემაში გაგვეპარა ერთი შეცდომა, როცა ევროპის და საქართველოს ფასებსა და პენსიას ვადარებდით მაგ დროს, მაშინ თქვი წინა გადაცემაში, რომ ჩვენთან პენსია 450 ლარია და ევროპაში 6000 ლარი თქო. შეცდომა იყო იმაში, რომ ჩვენთან პენსია 350 ლარი ყოფილა. და ამის გამო ბოდის გიხდით ძვირფასო ტელემაყურებლო, ასე რომ პენსია და პროდუქტები იმაზე გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე იმ დაქცეულ ევროპაში ძვირფასო მეგობრებო. ფასების შემსწავლინო კომისიამ, როგორც იცით, დაასრულა მუშაობა და ყველა ხომ ველოდებოდით დასკვნას. როგორც იქნა დაიდო დასკვნა კომისიამ, დასკვნა მოქცა. და დასკვნაში წერია, რომ ფასების მატების ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებული მოგებაში, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშიაო. აი თუნდაც რაში ყოფილა საქმე ხვდებით? დიდი მადლობა კომისიას, რომ ამდენი შრომის შემდეგ დასკვნა დადო და შეგვისუბუქა ცხოვრება. აშკარად უკეთესობა იგრძნობა. შედით მაღაზიებში და ნახავთ. პროდუქტები შეიძლება ისე ღირის და ისე ისეთი ძვირია, ან ცოტა ძვირი, მაგრამ იცით რომ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯების ბრალია და მშვიდად ხართ. ამაზეც შეიძლება სულიერად ერთი სიტყვით სულიერად გვაწყნარებენ ეს კვირაა ძვირფასო მეგობრებო. პროპაგანდისტულმა არხმა იმედა ფასებთან დაკავშირებით გააკეთა საოცარი სიუჟეტი, ჟურნალისტებმა გააკეთეს ხალხის გამოკითხვა, სადაც მოსახლეობა ძალიან დადებითად აფასებდა ქვეყანაში არსებულ მაღალ ფასებს. არ გატყუებთ ძვირფასო მეგობრებო, სრულიად სერიოზულად გეუბნებით. მართლა ასე იყო. არ ვაჭარბებ. ესე იგი, ესეთი რამე არასოდეს მინახავს, რომ პროპაგანდის მიმართულებებში, რომ აი ხალხს ალაპარაკებენ იმას, რომ თუ როგორ მოსწონთ ფასების მატება ქვეყანაში. აი ეგეთი რამე გაგიგიათ, ერთი სიტყვით მოსახლეობას რამე მკურნალობა თუ არ დავუნიშნეთ, მდგომარეობა უფრო დამძიმდება, უფრო ჩვენი ტვინი გამოლაყების ამაზე მეტ სიმძიმეს ვეღარ გაუძლებს. ხალხს დაბეჭავების სკალა მაქსიმუმზე აქვს აწეული. თხილად იყავით, რადგან სიკეთესავით გამოლაყებაც გადამდებია. ამიტომ რაღაცა უნდა მოვიფიქროთ, ესეთი რამე მართლა არ მინახავს კაცო. ხალხი ლაპარაკუნა, უი რა კარგია ეს ფასები რომ მაღლა მიდისო. ღმერთო ჩემ. ისე რომ დაუკვირდი ახლა მე როგორც ქართული ოცნების გულხურვალი მხარდამჭერი მაღაზიაში შევდივარ, კი ვხედავ რომ ეს ფასები კი არ შემცი და პირიქით გაორმაგდა, მაგრამ ტელეკომპანია იმედს რომ ვთავ და ამ პატიოსან ხალხის აზრს ვისმენ, ვწყნარდები. არ დაუჯერებდი მარტო იმედს, აი მარტო იმედს, მაგრამ რუსთავი ორზეც იგივეა და ორივე ტელევიზია ხო არ მომატყუებს რა. კარგი, ხო იმედი რაღაცას გატყუებს, მაგრამ რუსთავი ორზეც იგივე საბუდა, ეხა ორი ხო არ მოგატყუებს, ეხა ლოგიკა სად არის? ლოგიკა სად არის? სხვათა შორის სიახლეები გვაქვს ოცნების მეორე პროპაგანდისტულ არხზე, ვნახოთ რა სიახლე გვაქვს ძალიან კარგია. რუსთავი ორის გენერალური დირექტორი და საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო შუბლაძე იქნება. ბაკურაძე კი სამხატვრო ხელმძღვანელი გახდება. რუსთავი ორის სამხატვრო ხელმძღვანელი. ძვირფასო მეგობრებო, რუსთავი ორის, მოდი ესე გამოვიყო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი.
ასე უფრო კარგად ჭრეს. ან პირდაპირ მთავრობის პროპაგანდისტთა დასის სამხატვრო ხელმძღვანელის იდეალურად ჟღერს. ძვირფასო ტელემოკლეებში 17 წელი ვიმუშავე რუსთავიორში და ზოგადად ეგეთი თანამდებობა სამხატვრო ხელმძღვანელი არასოდეს ყოფილა და არც გაგვიგია. რა ფუნქცია აქვს ნეტა ვინმე თუ იცის სამხატვრო ხელმძღვანელი ტელევიზია თუ თეატრია თუ რა არის ადაკი და დაარქვით პროექტებთან კოორდინაციის დირექტორი რა მსგავს თანამდებობაზე მდინარეზე თუ არის ტელევიზიაში იყოს ბაკური ტელევიზიას პროექტებთან კოორდინაციის დირექტორი ფუნქცია თვითონაც არ ეწოდინება მაგრამ კაბინეტი ექნება იჯდება სარგებლობს შემთხვევით და მინდა გავაკეთო ერთი განცხადება. მივმართავ TV პირველის დამფუძნებელს, ვატო წერეთელს. სასწრაფოდ მოვითხოვ დამნიშნოთ ტელეკომპანია პირველის სამხატვრო ხელმძღვანელად და არხის დრამატული დასის მენტორად. არსებობს თურმე ასეთი თანამდებობები და რატომ მიმალავდით? მე არა ვარ ღირსი, არა არ მეკუთვნის, დამნიშნეთ. მე არხის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ, თქვენ არავინ არა ხართ. რა კარგად ჭირს, წარმოიდგინეთ. ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ვნახოთ რა სიახლეებია ერთ-ერთ რეგიონში მოვისმინოთ საინტერესო ინფორმაცია. მუნიციპალური განვითარების ფონდმა აბასთუმნის რეაბილიტაციისთვის 70 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. აი რა არის ახლა ნეტა რატომ მაინც და მაინც აბასთუმნის რეაბილიტაცია აი რატომ მაინც და მაინც აბასთუმანი რა სხვა ქალაქები არაა გასაკეთებელი მე გეტყვით რატომ ეთყობა აბასთუმაში ვიღაცა პარლამენტარი ცხოვრობს აბა სხვა რა ვიფიქრო აი ძვირფასო მეგობრო ასე ვამბობდით ხოლმე ადრე თუ სადმე გზა იგებოდა იქ პარლამენტარი ცხოვრობდა 90-იან წლებში ახლაც ასეა თუ სადმე რამე კეთდება იმიტომ კეთდება რომ იქ ბიძინა ცხოვრობს ბიძინას აბასთუმას ურემონტებენ პირდაპირ მნიშვნელობით რომ ვთქვათ მართლა ურემონტებენ 70 მილიონი დახარჯონ ჯამში ამაში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წაბლის ფული არ აქვს და აქ 70 მილიონს ხარჯავენ ამასაც იმიტომ ურემონტებენ რომ აივანზე რომ გადმოდგება ბიძინა გარშემო რამე ჩამოფხავებული სახლი არ დაინახოს და ამით მისი სპეტაკი აურა არ დაბინძურდეს. ერთი სიტყვით ორი ვარიანტი ქონდა ბიძინას. ან აბასთუმნიდან ეს გაჭირებული ხალხი უნდა გაესახლებინა თავისი ფულით. ან თვითონ აბასთუმანი უნდა გაერემონტებინა ჩვენი ფულით. ადგა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო და აბასთუმას არემონტებს ჩვენი ფულით. აი ესეთი ღვთისმიერი კაცია ეს ჩვენი ერის მამა. მონოლოგის ბოლოს მინდა შეჯამება გავაკეთო თუ კარგად დავაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე მდგომარეობას მივხვდებით რომ საჭიროა ცვლილებები. ცვლილებების ერთ-ერთი გზა არჩევნებია, მაგრამ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს ოპოზიციის და არჩევნების მიმართ ნახოთ როგორი შეხედულება აქვს. 10 არჩევნები მოვიგეთ ვიდრე ესენი ერთიანდებოდნენ. მერე იშლებოდნენ. მე-11 არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგეთ. იქნებ ახლა მაინც მიხვდეს ოპოზიცია რომ კობახიძის დასაცინად არ უნდა გაიხადონ საქმე. თუ ერთმანეთის გვერდით დგომა არ გინდათ, მაგათ ჯინაზე დადექით. მაინდა-მაინც ესეთ სახეში ნუ შეხედავთ, სხვადასხვა მხარეს გაიხედეთ და მაინც ერთად იდექით, მთავარია. ოღონდ იმათ ნუ დაანახებთ, რომ არ გინდათ ერთად დგომა. თუ ერთმანეთს ჭამთ, ჩუმად ჭამეთ და ამათ ნუ დაანახებთ. თუ ვინმე მუხანათია ოპოზიციაში, ჩუმად იმუხანათოს. ისე რომ ქოცებს არ დაანახოს. თუ ვინმე მოსყიდულია, ხო, და შლის ერთიანობას, ჩუმად დაშალოს, რომ ამათმა არ დაინახონ და არ გაიგონ. ერთი სიტყვით ამოსჯლიტეთ ერთმანეთი, ოღონდ ჩუმად რომ ეს ერთიანობის მუხტი შეინარჩუნოთ. მოკლედ რომ თქვათ, ვერავის ვერ გიტანთ ოპოზიციაში, მაგრამ ჩუმად ვერ გიტანთ. ჩუმად ვერ გიტანთ. ერთიანობას, იმიტომ რომ ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. და ამ ერთიანობით გავიმარჯვებ და ამიტომ ვერ მოგვერევიან. ამიტომ ვერ მოგვერევიან. მადლობა ძვირფასო მეგობრებო, ეს იყო ჩემი მონოლოგი, იმედია სულ მალე ბენდის ადგილი შეივსება და არ იქნება ამდენი ცარიელი სკამ და სკამი. ხედავ შალვა, საჩაგირთხი. იმედია ჩემ შოუს მუსიკალს კვლავ გააფორმებს ბენდი თავრა ლეკოიშვილის ხელმძღვანელობით. მადლობთ.
გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში.